მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისათვის. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა. ბატონო ირაკლი, იმედია ხვდებით, რომ ბატონის ნდობა ვერ გაამართლეთ და ამიტომ ხართ დღეს სახლში გამოკეტილი ბრალდებული. იცით აღსანიშნავია, რომ ალბათ წლების განმავლობაში გადახდილი მადლობების დამსახურებაა სასამართლოში თქვენი ძვირადღირებული ჯიპით რომ იხვედით და არა მდინარაძის გამომძიებლების ესკორტით. ისე მაგმანქანით ალბათ ბოლოჯერ გაიგატავეთ, როგორც ამბობენ ლექსუსის და სხვა ავტომობილით შესაძლოა ჩამოგართვან. ისინი თურმე უკანონო შემოსავლით ქონიათ შეძენილი. სამართლებრივ სახელმწიფოში რომ ცხოვრობდეთ, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კორუფციისთვის დაპატიმრებული მისი მეგობრების თანამესაკნე თუ არა, იმავე ციხის ბინადარი უნდა იყოს, რადგან ბრალი, რომელიც მას წარუდგინეს მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება. სასჯელად უალტერნატივო პატიმრობას ითვალისწინებს და აღკვეთ ღონისძიებად გირაოსაც იშვიათად იყენებენ. თუმცა როგორც ამბობენ, ღარიბაშვილმა ყოფილ ბატონთან ბოლო შეთანხმება დადო. თავისუფლება $1,000,000 ლარიან გირაოდ იყიდა და რამდენიმე ასეული მილიონის მოსაგროვებლად დამატებითი დრო მიიღო. ვიდრე ოლიგარქისთვის მისატან ფულს მოაგროვებს შეზღუდული უფლებებით, მაგრამ მაინც გარეთ იქნება და საღამოობით მეუღლესთან ერთად იმ ბინის ვერანდაზე ისეირნებს, რომელზეც ამბობენ, რომ ოლიგარქის ნაჩუქარია. რა თქმა უნდა, ის $7,000,000, რომელიც ამოიღეს ღარიბაშვილის სახლში, არის აისბერგის წვერი სინამდვილეში და გაცილებით დიდ თანხებზე არის საუბარი. მხოლოდ მაგალითად გზების მშენებელი კომპანია სერპანტინით, რომელიც არის მასთან დაკავშირებული კომპანია, $120 მილიონ ტენდერები მოიგო ღარიბაშვილის აი ამ კომპანიამ 20-21-25 წლებში. იგივე მდგომარეობა არის, ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებითაც კახეთში თუ კი რაიმე ღვინის მრეწველობაში კომპანია არის და თუ კი ასე ვთქვათ ღვინის პროდუქცია იწარმოება, რომელიც შემდეგ რუსეთში გადის, აგრეთვე ღარიბაშვილთან არის დაკავშირებული. საუბარია იმაზეც, რომ ჰესები საქართველოში დიდი ნაწილი არის აგრეთვე ღარიბაშვილის რაღაცა კურატორობის ქვეშ და ჩვენ კარგად ვიცით და უკვე გამოჩნდა, რომ აი ეს ბიზნეს სექტორები დანაწილებული ქონდა ქართულოსნების ჩინოვნიკებში. შესაბამისად, ეს რაღაც 1 მილიონიანი გირაო და ამოღებული $7,000,000 არის რეალურად არაფერი იმასთან შედარებით, რა მასშტაბზეც არის საუბარი. მასშტაბური კორუფციული სქემებიდან ივანიშვილის ორგზის პრემიერის ბრალში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ეპიზოდია. სუსი და პროკურატურა ამტკიცებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს იმ ღვინის კომპანიიდან, რომლის მეწილეც ოფიციალურად მამამისი ტარიელ ღარიბაშვილია. შემდეგ კი მიღებული თანხისთვის კანონიერის სახის მისაცემად დეკლარაციაში წერდა, რომ დიდ ფულს საჩუქრად პენსიონერი მამა აძლევდა. დეკლარაციაში ნაჩუქარი ქონდაო $300,000 მშობლების გამო და მაგის გამო რომ ბრალი წაუყენეს. მაგას წლების განმავლობაში ლაპარაკობთ. რა $300,000 ანუ ეგ ხო არაფერი რეალურად. უბრალოდ აი ხა რაღაც ფორმალურ რაღაცა იმას აკოწიწებენ, რომ საქმეში გამოჩნდეს, რომ თან რაღაცას ედავებიან და თან ამის მტკიცებულებები მარტივად მოსაპოვებელია. ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ მოასწრო მამის საჩუქრად გაეფორმებინა $6,500,000, რომელიც მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. ივანიშვილის რაც გინდა ის დაუძახე ბიჭი ახლა მდინარაძე გვარაკიძის დაწერილ ბრალს აღიარებს. მისი ადვოკატები კი თავს იმით იმშვიდებენ, რა მოხდა, ბიუჯეტის ფულს ხომ არ იპარავდაო. ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა, არა სხვა თანამდებობის პირების მიმართ თანამშრომლობის, არა მათთან რაიმე დანაშაულებრივი კავშირის, არა რაიმე განზრახვის და აი რაღაც ბიზნეს დატერორების და ასე შემდეგ. არამედ გამოძიება სწორედ იმას ედავება, რომ დღეს, როდესაც მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხო გარკვეული თანხა, იცით 6 მილიონ კი ბატონო, ძალიან კი გეტყვით ახლა ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნეს წარმოებით მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხები, აი ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება და ამ პერიოდს მოიჩავს ამ პერიოდს. აი ეს არის, ამიტომ არის დანაშაული. ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და აი ეს აღიარა. ანუ რახან აღიარებს უნდა ვაპატიოთ და სხვა შეკითხვები აღარ დავსვათ. მაგალითად, ვინ ეხმარებოდა უკანონო შემოსავლის დაფარვაში, ვისთან იყო გარიგებული ან ვინ დაასახელა აღიარებით ჩვენებაში. ეს ბოლო შეკითხვა ადვოკატებს განსაკუთრებით არ მოსწონთ. და ამ თანამშრომლობაში ისევ ხას უსვამ, არ მოიაზრება ვინმეზე ხელის და არა, გამორიცხულია. აი, სრული კატეგორია იყო უკანონო საქმე. თქვენ იქ თავისი ბიზნეს წარმოებით ის და მისი ოჯახის წევრები. მამაც მისი ოჯახის
როგორც ხედავთ, ადვოკატ გელაშვილს ღარიბაშვილის კიდევ ერთმა დამცველმა წინადადების დასრულების საშუალება არ მისცა. ალბათ ისედაც ბევრი თქვა. შესაბამისად ვერ გავიგეთ უკვე გამოიკითხა თუ არა ყოფილი პრემიერის მამა. ლილი გელაშვილის უკან მდგომი თუ ვერ იცანით, გეტყვით, რომ ის თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილია, რომელიც შესაძლოა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გახსოვდეთ. ორი მოზარდის მკვლელობის გახმაურებულმა საქმემ წლების წინ შაყულაშვილის თანამდებობა შეიწირა, მაგრამ ის შემდეგ ღარიბაშვილმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშნა. პოლიტიკური თანამდებობა ირაკლი კობახიძის პრემიერობისას დატოვა და როგორც ჩანს, ადვოკატობა დაიწყო. ყოველ შემთხვევაში ის ახლა ივანიშვილის მორჩილთა შორის ყველაზე მორჩილი მარიონეტის ერთ-ერთი იურისტია და ზუსტად ისე ახასიათებს მას, როგორც ბევრი კოცი, ვიდრე ღარიბაშვილს უარყოფდნენ. ზომი რო არ არის ზუსტად ეგ მოუტანა. და ეს იყო არგუმენტი თქვენი სასამართლოში, რომ გირა უნდა ეგ შეფარდებოდა. იყო პიროვნების დამახასიათებელი ნაწილი. და ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, ბატონო. და რაზე მიანიშნებდით? რაზე მივანიშნებ და საზოგადოებაში არსებულ ნარატივზე, რომ თითქოს ვიღაცამ ვიღაცას უღალატა. და ღალატი მე მგონი ღვინის რაღაც ინდუსტრია არის. ბატონო მიხეილ, არ მოგწონთ, მაგრამ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს და მასთან ერთად სუსის ყოფილ უფროს მოღალატებად ქართული ოცნების მოქმედი ლიდერები თვლიან. კობახიძემ და დანარჩენებმა საჯაროდ იმდენი იძახეს, ვიდრე იმ ბრძენ კაცსაც არ დააჯერეს, რომ მისმა გაზრდილებმა უღალატეს. Deep State და ოპოზიცია შეეკრნენ და ოცნების შიდა გარჩევებზე ინფორმაციას მათაწვდიდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ოლიგარქმა ერთგული მარიონეტების სამაგალითო დასჯა. ლილოაშვილის და ღარიბაშვილის кейსები რეალურად ძალიან მსგავსია. ორივე ამ ადამიანს ედავება ძალიან დიდი რაოდენობის თანხას, ივანიშვილი და ცდილობს აი ამის ამოღებას, მაგრამ ვერ მიაღწია. მეორეს მხრივ ორივე ამ ადამიანს, ღარიბაშვილის და ლილოაშვილის აქვს კონკრეტული პირადი შურიზიებისა და ეჭვიანობის მომენტი, რაც გამოწვეულია იმისგან, რომ ესენი არ არიან სანქციონირებული დასავლეთის მიერ. საუბარია იმაზე, რომ მათ გარკვეული კავშირები ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შესაძლოა ივანიშვილს არ აუსრულეს ის სურვილები და რაღაცა არ უერთგულეს ბოლომდე ისე, როგორც ეს ივანიშვილს უნდოდა და როგორც ეს გაუკეთა, მაგალითად კობახიძემ ან თუნდაც გომელაურმა, მაგალითად, რომელიც შეჯერობით არ არის საერთოდ აი ამ მასალებში და აი ამ რაღაცა ფინანსური და რაღაცა პირადი შურიზიების რაღაცა მიქსი არის რეალურად, რის გამოც ამ ადამიანებს ახლა აი ესეთ რეპრესიებში ატარებს, ხო, რეპრესიები ხარა განაარჩაუდენი ამ ხალხს ეს დანაშაული. უბრალოდ ივანიშვილი ამას სხვა მოტივით აკეთებს, თორე კორუმპირებული არის ის, ვისაც დევნის ივანიშვილი და ისინი, ვისი ხელითაც დევნის რეალურად, იმიტომ რომ მან არ არსებობს ვინმე თავისუფალი მაგ ყველაფრისგან. სანამ ეს საქმე აღიზრდებოდა, მანამდე დაიწყო ივანიშვილმა ამ თანხის ამოღების სპეცოპერაცია, რომელსაც ვერ მიაღწია. იმიტომ რომ ვერ იღებს ამ თანხას ვერც ღარიბაშვილისგან, ვერც ლილოაშვილისგან, ვერც ბაჩიაშვილისგან და აქ არის ძალიან მარტივი მიზეზი და ეს შორის თავად გრიგორ ლილოაშვილს უთქვამს თურმე ესეთი წხმების დადის მისსავე რაიონში, რომ აზრი არ აქვს რომ გადავიხადო, მაინც დამიჭერს. ეს არის განწყობა ამ ყოფილი ჩინოვნიკების. ახლა საკითხავია, გადაურჩება თუ არა ციხეს გრიგორ ლილოაშვილი. ღარიბაშვილისგან განსხვავებით ის სუსში აღიარებითი ჩვენებით ჯერ არ მისულა, თუმცა მისი მდგომარეობა უმძიმესია. ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მთავარი საყრდენი იყო, ახლა რეპუტაცია შელახულია. მისი უახლოესი გარემოცვის წევრები კი დაპატიმრებულები არიან. დინარაძემ ლილოაშვილამდე მისასვლელი გზა სულ უფრო შეამცირა. ხუნდაძის დაკავებას და ლილოაშვილის დაკავებას, რა თქმა უნდა, ყულფის დავიწროებას ნიშნავს ლილოაშვილის გარშემო. ეხლა შემდეგი ან ირაკლი ხარსელაძე იქნება, რომელსაც აგრეთვე ბორკილებს დაადებენ რომელიმე ბრიფინგზე ხვალანზე, ან პირდაპირ გრიგორ ლილოაშვილი იქნება. ნუ არ ვიცი ხა რა შეთანხმება იქნება, ღარიბაშვილი გამოუშვეს აგერ დღეს, მაგრამ მაგას ხო თავისუფლება არ ქვია, არ ვიცი ლილოაშვილი როგორ შეუთანხმდება და როგორ დაალაგდებიან ერთმანეთში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა არავინ აღარ არის დარჩენილი, ხა რაღაცა მოხუცშობილებს თუ დაუჭერთ. ერთადერთი რაზეც ოლიგარქი შესაძლოა ლილოაშვილთან შეთანხმდეს ასეულობით მილიონის მიტანა. თუმცა როგორც ამბობენ სუსის ყოფილ უფროს, ბატონის დაკისრებული ფულის გადახდა არ უნდა, ამიტომ მზადაა ციხეში წავიდეს. ჩვენი ინფორმაციით დასაკავებელი საქმე მზადდება ირაკლი ხარსელაძეზეც. გარდა იმისა, რაც უკვე ითქვა, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს შესაძლოა კიდევ ერთი საქმე დაუკავშიროთ. დროების ინფორმაციით, პარასკევს საგამოძიებო უწყებებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელები დაკითხეს. სავარაუდოდ რეგიონებში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების საქმეზე. ამ დღეებში ალბათ დაგაინტერესათ რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან ადამიანებს, რომლებიც
გამოძიებო უწყებებმა გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრებად წარგვიდგინეს. ლილუაშვილის აი ამ კორუფციული იმპერიის ანატომია რო კარგად წარმოედგინოთ, არის შემდეგნაირი სურათი. ეს ხუნდაძე, ვინც დაიჭირეს, არის ვლადიმერ ხუნდაძის მა, ვლადიმერ ხუნდაძის მეჯვარი არის გრიგოლ ლილუაშვილი და ჯგუფელები. ვლადიმერ ხუნდაძე იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე და საბაჟო კონტროლის კურატორი, ასე თუ შესაბამისად რა შემოდიოდა და გადიოდა საქართველოს საზღვარზე ლილუაშვილი მისი ხელით აკონტროლებდა. აი ამ დაჭერილი ყობა ხუნდაძეს $1,300,000 ხო ამოუღეს სახლიდან და კიდე 60 ბინა აქვს გაფორმებული თავის თავს. ანუ საშუალოდ $1 მილიონ მარტო უძრავი ქონება გაფორმებული, რაც აგრეთვე ფულის გათეთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის და ანუ გაცილებით დიდი არის მასშტაბი. დაკავებული ანდრია ლილუაშვილი არის კაცი, რომელსაც აქვს უამრავი კომპანია, რომელთა ჩემო აქვს ნავთობი საქართველოში. მათ შორის რუსული სანქციონირებული ნავთობი, რომელსაც საზღვარზე ატარებდა ლილუაშვილის მეორე ჯგუფელი ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც საბაჟო კონტროლს კურირებდა. გარდა ამისა, აი იგივე ანდრია ლილუაშვილს ჰქონდა ინტერესები და აქვს წილი დიდუბის ავტოსადგურში, აქვს აგრეთვე რამდენიმე დეველოპერული კომპანია, რითაც აშენებს კორპუსებს თბილისის და რუსთავის მასშტაბით. რაც შეეხება მაგალითად ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი და გზების დეპარტამენტის, ესეც გრიგოლ ლილუაშვილის ჯგუფელია და ირაკლი ქარსელაძე არის გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარი ამავე დროს. და შესაბამისად ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გრიგოლ ლილუაშვილის გავლენები იყო უზარმაზარი და მაგალითად კიდევ ერთი დაჭერილი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ნათერმირონია გრიგოლ ლილუაშვილის, მაგაცმა რომ 70 მილიონის ტენდერები მოიგო ამ წლებში 2018-2025 წლებში. შემსყიდველი იცით ვინ იყო ამ შემთხვევაში? ერთის მხრივ ირაკლი ქარსელაძის გზების დეპარტამენტი და მეორეს მხრივ ვანის საკრებულო და მერია, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი ალექსანდრე ლილუაშვილი იყო. ანუ ეს არის ერთი ოჯახი რეალურად რა და ერთი ჯგუფი და ერთი კურსი, რომელმაც გაინაწილა ძალაუფლება ივანიშვილის რაღაც იმაში, კლანურ ხელისუფლებაში და კორუმპირებულ ხელისუფლებაში და შემდეგ აი ამდენ სექტორზე ჰქონდათ გავლენა. ჰესების მშენებლობა, ქვაღორღის მოპოვება, გზების მშენებლობა, ტრანსპორტი, ნავთობპროდუქტების შემოტანა და მაინინგი. დაკავებული ყობა ხუნდაძის ძმა ვლადიმერი, რომელიც საბაჟოს აკონტროლებდა, ოთარ ფარცხალაძესთანაცაა დაკავშირებული. დროებაშიც იყო რეპორტაჟი, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციაზე მუშაობისას ის ყოფილი პროკურორის თვალი და ყური იყო და ინფორმაციას ფარცხალაძესაც აწვდიდა. ფაქტია, სამუშაო მდინარეძე გვარაკიძეს კიდევ ბევრი აქვთ, რადგან როგორც ჩანს, ღარიბაშვილ ლილუაშვილის კრიმინალურ კლანში კიდევ ბევრი ისეთი ფიგურანტია, რომელთა გვარები ჯერ არ გახმაურებულა. რეპორტაჟის დასასრულს კი ისევ ღარიბაშვილის საქმეს დავუბრუნდები. თუ კარგად დავფიქრდებით, ყოფილი პრემიერის საქმეში ერთი პასუხისმგებელი მაინც გამოჩნდება. მაგალითად, რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომლის პირდაპირ მოვალეობა არა არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა, არამედ ოცნების ჩინოვნიკების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმება. ის თანამდებობაზე ღარიბაშვილმა დანიშნა და სავარაუდოდ ამიტომ ვერ ხედავდა შეუსაბამობებს მის დეკლარაციაში. კუპრაშვილი სულ ამბობდა, რომ უყურებდა ღარიბაშვილის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ჟურნალისტურ გამოძიებებს, მაგრამ ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით შეკითხვა არასდროს გასჩენია. ყველა მინდა იცოდეს. მე ამ ფულს ვფარავდი მდიდრებს. და მინდოდა დამერიგებინა თქვენთვის, ღარიბებისთვის. თუმცა ბატონო ბიძინა, ეკონომიკა ისე აყვავა, რომ ღარიბი ვეღარ ვიპოვე და სახში დავაწყო. ეგ არის და ეგ. ხაუ რა მაგარია ჩემი